ხალხო რა გჭირდა? ასე პასუხობს ოცნების მერობის კანდიდატი ჟურნალისტების კითხვას ვაკის პარკში ხის წაქცევასთან დაკავშირებით. დღეს მოქალაქეებმა მთავარს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში ნაგებობას, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ, ხე დაეცა. კალაძე ამტკიცებს, რომ ადგილზე არავინ ყოფილა. ბუნებაა, ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება, სამწუხაროდ ხდება ხოლმე, ამბობს კალაძე. პოლიტიკას არ უკავშირებს გააჩერეს და იარაღი ამოიღებს, ამბობს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი. დათუნამოდებაძის თქმით, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი პოლიციამ მანქანით მოძრაობისას გადამოწმების მიზნით გააჩერა. უფლებადამცველის მტკიცებით ზვიადაურს იარაღის დარების უფლება ჰქონდა. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია და დონეცკის ოლქის პროკურატურა იტყობინება. პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ პესკოვმა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ოფიციალური ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჯერ არ გაცემულა. კოზაკი კრემლში პუტინის დღევანდელი უახლოესი გარემოცვიდან უკრაინაში ომის პრაქტიკულად ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო.